არ მეთანხმები კატეგორიულად და ვიტყვი რატომ, ანუ მე ვერ მოვისმინე დღემდე ვერც ერთი არგუმენტი, რომელიც დამარწმუნებს იმაში, რომ არჩევნებში მონაწილეობა რაიმე სასიკეთოდ წაადგება ამ პროცესებს, რა პროცესებშიც ჩვენ უკვე 8 თვეა ვიმყოფებით. თუ 8 თვის წინ არჩევნები ჯიბეში ჩაიდო ქართულმა ოცნებამ, რატო გონია, რომ იგივე არ მოხდება ახლაც და თუ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა ამ არალეგიტიმურ პარლამენტს და არ შევიდნენ და ეს თავისი მანდატები დატოვეს, მაშინ ამ არჩევნებში მონაწილეობა ამ არჩევნებში მონაწილეობით ლეგიტიმაციას რატო ვაძლევთ იმ ძალას, რომელიც ატარებს ამ არჩევნებს? რა გამოიხატება ლეგიტიმაციის მიცემა? მათ გამოცხადებულ არჩევნებში იღებს, არა, ბრძოლა ცოტა სხვანაირი უნდა იყოს და ვეთანხმები ყველას, ვინც თქვა, თუ დამასრულებინებთ ვიტყვი. ბრძოლა უნდა იყოს ანუ თავიდანვე წაგებულ ბრძოლაში რატო შევდივართ? ისედაც კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ, ხო? და აი ლევანმა თქვა, მე მგონი, რომ თუ რამე შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც ჯერ კიდე გარეთ არიან და ციხეში არ სხედან, ქუჩაში გააკეთონ ეს პროტესტი, ქუჩაში დაძრან ეს ამბავი, ხო და რატო არ აკეთებენ? ეგ არის მთელი პრობლემა. მოცემულობა არ აკეთებენ. ხო და რატო არის ასეთი მოცემულობა? ეგ არის პრობლემა. თქვენ ვინმეს გონია? ჩვენ რო ცხრის ერთ წუთზე რო გაჟონა ბიულეტენმა, აგვეტეხა ერთი ამბავი და მართლა ჩაგვეშალა არჩევნები. ხო, მე რა აკეთეხათ? კარგით, ნინოს დამასრულებინეთ, რა თუ შეიძლება. მაგაში გეთანხმები, სულ მაგას ვამბობ არჩევნების. იმის მაგივრად რომ იმაზე ვსჯელობდეთ ერთად, ერთიანი ძალებით, როგორ დავამარცხოთ ეს ძალა, რომელმაც სისხლი გაგვიშრო უკვე, აი ამ რაღაცებში ვკარგავთ დროს და ენერგიას და დღემდე ვდაობთ იმაზე, არჩევნებში ვიღაცებმა მონაწილეობა მიიღონ თუ არ მიიღონ. მე ვერ ხვდები რისი იმედი აქვს იმ ადამიანებს, რომლებიც დღემდე ფიქრობენ, რომ არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა და რა გონიათ, რომ რამეს გამოადნობენ იმ არჩევნებიდან. ბუნებაში არ არსებობს ეგეთი რაღაცა. ხუჩა უნდა დავაცადოთ. თქვენ იმას ამბობთ, რომ აი არჩევნების დღეს იქ ავადუღოთ პროცესი და ეხლა ავადუღოთ, ეს პროცესი არ შეიძლება? ანუ რატო ველოდებით იმას, რა ქვია, ოქტომბერს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაჯდეს ციხეში, ანუ 4 ოქტომბრამდე იცით რამდენი ადამიანი იქნება კიდევ პატიმარი? დღეს თუ ამის შესაძლებლობა ვინმეს ვიქა რევოლუცია რატომ აწყვეტინებს საერთოდ გამზადებული რაღაც სტადიონებში თუ შეიძლება რომ დავასრულო ჩემი აზრი. ანუ 4 ოქტომბერს ჩვენ ვამბობთ რომ პროცესი თუ გვინდა ეხლავე უნდა დაიწყოს. სწორედ ამას ვამბობთ. ნინო, ბევრ რამეში გეთანხმებით. აი რასაც გძანებთ. დავასრულო ხო შეიძლება? არა, როგორ არა, მაპატიეთ, მაგრამ ისე გამოვიდა რომ ეს რა ქვია მოპასუხე გამოვდივარ და ცოტა მეტი რაც მოვისმენთ კი, მოგცემთ ფიქრია დრო გვაქვს გადაცემაში, ნინო დაასრულოთ და არჩევნების, ანუ თუ თქვენ იცით რომ დავწესით უნდა იცოდეთ რომ ამ არჩევნებით ვერავინ ვერაფერს ვერ გახდება და იქ აპირებთ რაღაც პროცესების დაწყებას, რატომ ელოდებით ოქტომბერს, რატომ არ შეიძლება ეს პროცესები ახლა დავიწყოთ? ცოტა მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ ეს პროცესები დავიწყოთ. ოქტომბრამდე თქვენ წარმოგიდგენთ კიდევ რამდენი ადამიანი ჩაჯდება ციხეში, გადაივსება ეს ციხები. ყვარ-ყვარის რეალობაში ვცხოვრობთ, ხო? მალე ადგილები აღარ იქნება ციხეებში. იმდენი ადამიანი მაშინ ესეთი თემა შემოვიდა ნინო და გავითვალისწინებთ იმას, დღეს რაც დააინიცირეს კანონი და ამ კანონის მიხედვით მეც პატიმარი გავხდები და ბევრი ჩემნაირიც. და ჩვენ ვზივართ ეხლა და ველოდებით ოქტომბერს, სადაც იმ რაღაცა გაუგებრობაში ვიღაცებს უნდათ მონაწილეობის მიღება. ჩვენთვის სრულიად გაუგებარია და შეურაცხმყოფელია როგორც მოქალაქისთვის ის, რომ დღეს მე ისევ მიწევს იმ კითხვებზე, იმ კითხვების დასმა, რომელზეც არანაირი პასუხი არ მაქვს.